ელისო ჩაფიძე. ქალბატონო ერინა, მოგესალმებით, მადლობა საინტერესო მოხსენებისათვის. რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ თქვენის ფაქტი, რომ მაგალითად თბილისში წყლის ტარიფი არის განსხვავებული, ან უფრო დაბალი, ხოლო ისეთ რაიონებში, რომ სადაც წყლის ხარისხი საკმაოდ დაბალია და მართალია სახელმწიფომ გამოყო სახსრები, მაგრამ ჯერ ეს პრობლემა არ არის ბოლომდე გადაჭრილი, ანუ არ ჩატარებულა ის სამუშაოები, რომლის შედეგადაც წყალი იქნებოდა ევროპული სტანდარტების. საუბრობ ამ შემთხვევაში ტყიბულში. მოქალაქეები ძალიან ბევრ რჩივიან იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ცემერის გადაწყვეტილებით წყლის ტარიფი გახლავთ 49 თეთრი და საქართველოს ტერიტორიაზე ზოგადად ესეთი სოციალურად გაჭირვებული ტყიბულის მოქალაქეებს 49 თეთრს აყურმეთ უხარისხო წყალში, ხოლო თბილისში გაცილებით უფრო ხარისხიან წყალზე არის უფრო დაბალი ტარიფი, ხომ არ მიგაჩნიათ არაკონსტიტუციურად. მადლობთ. გიორგი კანდელაკი.